როგორც გუშინ თქვი და დათარგეთებული მქონდა კონკრეტული key point-ი, საიდანაც მარკეტი შეეხებოდა თუ არა. დიდი ვარაუდი მქონდა, რომ აქედან წავიდოდა მაღლა და დაათარგეთებდა internal liquidity-ს. და როგორც ხედავთ, აი აქ მოხსნა ეს liquidity, რამაც გამოიწვია S&P მარკეტზე. ამის დანახვაზე მარკეტზე ვიყავი bullish-ი, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეისთვის ვაპირებდი shorts. იმიტომ რომ манипуляცია გააკეთა მარკეტმა მაღლა და აქედან პატარა short-ის დააჭერას ვაპირებდი. მოდი ახლა უშუალოდ დღევანდელი ტრეიდის იდეაზე გადავიდეთ და აგიხსნით სად და რატო შევედი. 15 წუთიანზე რო გადავიდეთ, აქ ხედავთ რომ მარკეტი გაიხსნა თუ არა ამერიკის სესიაზე. პირველი манипуляცია რაც ჰქონდა, მოხსნა ლონდონის low. აქედან 1 წუთიანზე რო გადავიდეთ, დღევანდელ short-ის target-ად ჰქონდა აქ 15 წუთიანი gap-ი და 5 წუთიანი gap-ი რა. მაგრამ მარკეტმა ორივე დაინვერჟენა და აქედან გამომდინარე ფასს აისრა და მინიმუმ ამ high-ის მაღლა. შესაბამისად დავალოდეთ high-ის გაშვებას. თან პლუს ახალი 4 საათიანის გახსნაზე ჰქონდა news-ი, რომელმაც უფრო მაღლა აისროლა ფასი და მოგვიხსნა internal liquidity D time frame-ზე. აქედან უკვე ველოდებოდი სტრუქტურის სრულებას, რაც მარკეტმა დაგვიდო. ველოდებოდი gap-ის დაინვერჟენებას, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად დაიჭირა რამოდენიმეჯერ პირდაპირ სტრუქტურის სრულებაზე არ შევედი. დაინვერჟენდა თუ არა gap-ი, გააკეთა mitigation block-ი და აქედან გქონდა დაბლა მხარეს პატარა რეაქცია. ტრეიდი გავხსენი აქედან, სტოპი მქონდა წინა high-ის მაღლა. მარკეტმა აისროლა ფასი მაღლა და აქ გაგვიკეთა S&P. აქედან დავამატე პოზიციები და პირველი ტარგეტი იყო 50% ამ დაინვერჟენებული fair value gap-ის, სადაც გამოვიდა კონტრაქტების 50% და მეორე ტარგეტი იყო ლონდონის low, რაც მარკეტმა არ მოხსნა, ავიდა და break-even-ზე დაგვასტობა. საბოლოო ჯამში მწვანე დავასრულე დღე, მაგრამ კარგი სატრეიდო დღე არ იყო დღეს, მით უმეტეს დამწყებებისთვის. თუ გინდა რომ ესე ხედავდე მარკეტს და შეგეძლოს მარკეტზე ისეთი ანალიზის გაკეთება, რომელიც საკმაოდ დიდ win rates მოგცემს, პლუს რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურად უკეთ რომ მოემზადო, შემოდი ჩემთან Discord-ზე და იქ გასწავლი ყველაფერს დეტალურად.